საქართველოში ინფორმატიკის ეროვნული ჩემპიონატების ახალი ეტაპი იწყება. პროექტის მიზანი ქვეყნის მასშტაბით ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მათი ეტაპობრივი მომზადება. ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ 9-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებს. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 29 იანვრამდე გაგრძელდება. კონკურსი მოიცავს პროგრამირებას, ალგორითმულ აზროვნებასა და პრაქტიკული უნარების შემოწმებას. ჰაბის ფარგლებში ახალგაზრდებს კოორდინირებას ბიზნესა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გაუწევს. პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული პროფესიონალი მენტორები, ტრენერები და სფეროს წამყვანი სპეციალისტები. ოლიმპიადა საქართველოში 2017 წლიდან ტარდება და მასში ყოველწლიურად 3000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს, რომელთაგან დიდი ნაწილი დღეს კარიერას გლობალურ ტექნოლოგიურ კომპანიებში აგრძელებს. რეგიონალური შეხვედრები გაიმართება სხვადასხვა სკოლებში და არა მხოლოდ სკოლებში, იმ სივრცეებში, რომელიც გამოყოფილი იქნება მოსწავლეთათვის ინფორმაციის მისაწოდებლად, როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოში, სხვადასხვა მსხვილ ქალაქებში, აგრეთვე გვექნება ღია კარის დღები, გვექნება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაც და რეგისტრაცია სრულდება 29 იანვარს ამ პერიოდამდე. ჩვენ ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ყველას მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს აღნიშნული ოლიმპიადა, რას წარმოადგენს ოლიმპიადების ჰაბი და როგორ შეუძლია დაინტერესებულ მოსწავლეს მიიღოს მონაწილეობა და გახდეს შერჩეული როგორც კანდიდატი. გასულ წლებში ამ შერჩევისა და მომზადების პროცესის დაორგანიზება და გამგზავრება ყოველთვის იყო გარკვეულ პრობლემებთან დაკავშირებით. ახლა ჰაბის ფარგლებში ეს ყველაფერი იქნება დაფინანსებული, ორგანიზებული. სწორედ ამ ახალგაზრდებმა უნდა შეავსონ ის დეფიციტი, რაც ახლა არის IT მიმართულების სპეციალისტებზე და ცალსახად ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარების წინაპირობა.